მოსამართლე დავით მაკარაძემ, სანდრო მეგრელიშვილი და დიმა ჯამბურია 4 დღით გაუშვა იზოლატორში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სჯიან და აპატიმრებენ, უშვებენ იზოლატორში ტროტუარზე დგომისა და მშვიდობიანი დემოკრატიული პროტესტის გამო. რაც შეეხება სანდრო მეგრელიშვილს, ის ესწრებოდა ამ პროცესს და მას დარბაზშივე დაადეს ხელბორკილები, რამაც მისი ახლო გარემოცვისა და მეგობრების საპროტესტო შეძახილები განსაკუთრებული აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ცდილობდნენ, რომ ამ რეპლიკებით მიეწვდინათ საკუთარი პროტესტი, საკუთარი ხმა მოსამართლისათვის და იმისთვის გაესვათ ხაზი, რომ ამ ადამიანის და ზოგადად მშვიდობიანი დემონსტრანტების იზოლატორში გამოკეთვა მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო არის ძალიან დიდი ფარსი და ძალიან დიდი უსამართლობა. რაც შეეხება დიმა ჯამბურიას, ის არ ესწრებოდა პროცესს და როგორც მისი ადვოკატი გვეუბნება, სამსახურში დაელოდება პოლიციის მისვლასა და იზოლატორში გადაყვანას ადვოკატების უფლებადამცველების განმარტებით დღევანდელი დღე ჩაეწერება ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე ქართული ოცნების პირობებში, რადგან ეს არის დღე, როდესაც ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო არც მეტი არც ნაკლები უშვებენ იზოლატორში, თანაც არ მოაქვთ და ვერ მოაქვთ მტკიცებულებები, რომლებიც რაიმე დემონსტრირებას მოახდენს, თითქოს ეს ადამიანები აშავებენ რამეს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, როდესაც მათი განმარტებით არც კი ჩანს თუ რომელ ნაწილზე იმყოფებიან უშუალოდ პარლამენტის მიმდებარედ. ამიტომ ეს ყველაფერი უფლებადამცველების მხრიდან ძალიან დიდ უსამართლობად და უკანონობად შეფასდა. ჩემი შვილი სანდრო მეგრელიშვილი, რომელიც დღეს გამოაცხადეს დამნაშავედ იმისთვის, რომ იდგა ტროტუარზე, ცალსახად არ არის დამნაშავე, ვინაიდან მისი კონსტიტუციური უფლებაც დაირღვა, უფლება პროტესტის გამოხატვის ან საკუთარი საღი აზრის გამოხატვის. არაადეკვატურია თავად კანონი, რომელიც გვიგრძალავს, რომ დავდგეთ თუნდაც ტროტუარზე, არც გზა გადავკეტოთ, არც არავის ხელი შეუშალოთ არაფერში და მაინც ამისთვის შეიძლება დაგვსაჯოს ვინმე. თქვენ თუ დგახართ ტროტუარზე, მიირთმევთ ლუდს, ნაყინს, ან მზესუმზირას, ჭორავთ მეზობლებს, ან საუბრობთ ფეხბურთზე, თქვენ არ არღვევთ კანონს. მაგრამ თუ დგახართ ტროტუარზე, გიჭირავთ ხელში საქართველოს დროშა, საუბრობთ საქართველოს მომავალზე, ქვეყნის უკეთეს ბედზე, მაშინ თქვენ ხართ უხეში სამართალდამღვრევი და თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ციხეში ადმინისტრაციული პატიმრობით, ხოლო თუ მეორეჯერ გაბედეთ და სამშობლოზე ისაუბრეთ ტროტუარზე, თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ციხეში 1 წლის ვადით უკვე სისხლის სამართლის წესით. აი ესეთი ანეკდოტური განმარტება შემოგთავაზა რეჟიმმა, რომელიც ცდილობს რომ იქცეს დიქტატურად. მოსამართლემ ამ საქმესთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება მიიღო, რომ დიმიტრი ჯამბურია სამართალდამღვრევად უნდა იცნო. სამართალდამღვრევის ნიშნები ფაქტობრივად და რეალურად არ იკვეთებოდა. პირველკურსელი იურისტებიც აი ამ კონკრეტულ ქმედებას სამართალდამღვრევად ვერ შეაფასებენ. არც კონსტიტუციურობა აინტერესებს ნორმის, არც მტკიცებულებების დართვა და რეალურად სამართალდამღვრევის დასაბუთება და დამტკიცება, უბრალოდ ემსახურება, რა თქმა უნდა, ეს ადამიანების დაშინებას. პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას, თუმცა ჯერ გამოკვლევის ეტაპზე ვარ და სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ დაკავებულები არ აღიარებენ ბრალს, რადგანაც ბრალი არის აბსურდული მტკიცებულებებთან მიმართებაში. დღეს კიდევ 5 პროცესი არის ჩანიშნული, 5 ადამიანი ელოდება გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, მათი თანამებრძოლების მსგავსად გაუშვებენ თუ არა იზოლატორში მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი იდგნენ ტროტუარზე, დემოკრატიულად, მშვიდობიანად, არაძალადობრივად გამოხატავდნენ პროტესტს. ნებისმიერ შემთხვევაში სამოქალაქო აქტივისტებისა და იმ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების პოზიცია არის უცვლელი, რომლებიც ყოველდღიურად დგანან დედაქალაქის მთავარ გამზირზე, რომ როგორი რეპრესიებიც არ უნდა მიმართოს ქართულმა ოცნებამ მათ წინააღმდეგ, მათი პროტესტი იქნება უცვლელი და ისევე გამოვლენ რუსთაველის გამზირსა თუ დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე და ისე გააგრძელებენ პროტესტს, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღე კიდევ ერთი ცალსახად დადასტურება და დემონსტრირება ამათთვის იმისა, რომ ქართული ოცნება უკან არ იხევს, ის საკუთარ რეკორდს ხსნის უსამართლობის თვალსაზრისით. ამ ყველაფერზე ხალხის პასუხი კი კვლავ იქნება უწყვეტი და უცვლელი პროტესტი.